საქართველო დიდგორობას აღნიშნავს. 905 წლის წინ დიდგორის ველზე უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართა, რომელმაც ქვეყნის მომავალი განსაზღვრა. 1021 წლის 12 აგვისტოს გამართულ ბრძოლას ისტორიკოსებმა ძლევაის საკვირველი უწოდეს. ნებისმიერი ქართველისთვის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო გახდა ის. საქართველოში დიდგორობა ყოველ წელს აღენიშნება. დიდგორის მემორიალთან დილიდან არაერთი ღონისძიება გაიმართა. დღესვე უწყებრივი მედლით დიდგორის ჯვარი 8 სამხედრო მოსამსახურედ აჯილდოვდა. მოსახლეობას დიდგორობა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს. გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს. დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება. 1021 წლის 12 აგვისტო გახლავთ ხანგრძლივი მომზადების, უბადლო გონიერებისა და რკინისებური დისციპლინის ლოგიკური დაგვირგვინება. დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითობა. ეს იყო შორსწვეტელი დაგეგმარებისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი, რომელსაც საფუძველი წლებით ადრე ჩაეყარა. დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ წარმატებებს. გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს, ჩვენი ერის ერთიანობის, სიმამაცისა და ბრწყინვალე გამარჯვების უკტავ სიმბოლოს. თითოეული ქართველის გულსა და გონებაში ეს არის წმინდა განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც გვეამაყება ეროვნული თვითშეგნებას გვიძლიერებს და მომავლის რწმენას გვიმტკიცებს. 1021 წლის 12 აგვისტოს გამარჯვებამ არამხოლოდ რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლის ბედი გადაწყვიტა, არამედ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და საფუძველი ჩაუყარა ძლიერი და განვითარებული ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანას. დიდგორის ველზე მოპოვებული ძლევაის საკვირველი თითოეული დიდგორელის შეუპოვრობასთან ერთად უპირველეს ყოვლისა იყო დავით მეფის ბრძნული და მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის გამტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობით, ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. წმინდა მეფე დავითმა მისი გამორჩეული მხედართარული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების გამტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ ძლავ საფუძვლებზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ქართული საზოგადოება დღეს არამხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართული გონივრული პოლიტიკისა და გონივრულ პოლიტიკაში და მტკიცებაში აისახება. ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება ქართული ჯარის სულისკვეთება. სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისგებლობაა. დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს საგანმანათლებლო რესურსები აღწელებს. ამავე ცნობით პირველ ეტაპზე მიწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისათვის სასკოლო ფორმების მიწოდებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება. უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში. პირველკლასელებისათვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
მეორე მე-6 კლასებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში 2 ეტაპად 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს განხორციელდება, აღნიშნულია ინფორმაციაში. საგანმანათლებლო რესურსები ამასთან ავრცელებს ინფორმაციას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის წესთან დაკავშირებით. როგორც მასშია ნათქვამი, სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს. სასკოლო ფორმების შეძენა რეალიზაციის პუნქტებთან ერთად შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ ვებგვერდის მეშვეობით. ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდაც. ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში. ასევე 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხული არიან საქართველოს საჯარო სკოლებში. მძღოლებს შესაძლოა ავტომობილში ეგრეთ წოდებული ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების დაყენების ვალდებულება დაეკისროთ, რაც მათ ალკოჰოლური თრობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების შესაძლებლობას არ მისცემს. აღნიშნული ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა გათვალისწინებულია მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-30 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაგრძელდება პრევენციული და სამართალდარღვევაზე ორიენტირებული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების ეფექტურ გამოვლენას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას და მძღოლთა ცნობიერების ამაღლებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის გამოვლენის შესაძლებლობის გაძლიერებას, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივ დანერგვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადებას მსგავსი მდგომარეობის მქონე მძღოლების იდენტიფიცირების გაუმჯობესების მიზნით. 5 აგვისტოს დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულო გახდება საბავშვო სავარძლების გამოყენება. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდება ინიციატივები, შეიქმნება ერთიანი ონლაინ პლატფორმები, რომელიც შექმნის მშობლებსა და ბავშვებზე ადაპტირებულ შესაძლებლობებს. კომუნალურ გადასახადს აქ არის დასუფთავების გადასახადი, აქ არის წყლის გადასახადი, ელექტროენერგიის და ასე შემდეგ. ავიჭერთ დასუფთავების გადასახადს. გადავდივართ ახლა კონკრეტულად TBC ბანკზე არის მესამე გვერდზე და აქ არის უკვე ზესტაფონის დასუფთავება. იყო გართულებულად ამის გადახდა, უნდა მოსულიყო მოქალაქე ჩვენთან ოფისში, ამოეღო აბონენტის ნომერი, დასულიყო მე ან ლიბერტი ბანკში, ან თუ არ ვცდები საქართველოს ბანკში და მოეხდინა გადახდა. ჩვენ გავაციფრულეთ ეს სიტუაცია, ნებისმიერ სწრაფი გადახდის აპარატზე უკვე აბონენტს შეიძლება თავისი აბონენტის ნომრით გადაიხადოს ეს გადასახადი, ასევე მობილბანკის საშუალებით შეიძლება რომ გადაიხადოს და ანუ გავაიოლეთ ეს გადახდის პრინციპი ჩვენმა სამსახურმა. ხელშეკრულებები ფორმდება მეწარმეებთან, დადიან ჩვენი წარმომადგენლები, თითქმის მთელი ქალაქი უკვე დაიარეს ფეხდაფეხდა ყველა მეწარმესთან იყვნენ მისულები. ეს არის საკრებულოს დადგენილებით დაწესებული ტარიფები, ზესტაფონის საკრებულომ დაადგინა და ყველა მეწარმეს ეს იქნება, თქვა, სასურსათო მაღაზია, ეს იქნება სადალაქო, ეს იქნება, თქვა, კაფე, ყველას აქვს თავთავისი ტარიფები. ააცნობენ ადგილზე საკრებულოს დადგენილებას, ზომავენ ტერიტორიებს, ზოგი კვადრატულობით არის, ზოგი სკამების მიხედვით არის, აცნობენ ამ დოკუმენტს დადგენილებას და მის მიხედვით ხდება ხელშეკრულების დადება და ასე რომ ვთქვათ, ტარიფის გამოყვანა. პირველი ეტაპი იყო ეს მეწარმეების აბონირება, ეხლა ვიწყებთ უკვე მოსახლეობას, ჩვენ 2 სატელეფონო ხაზი მიუთითეთ, რომ მოსახლეობას, ვისაც სურვილი აქვს, კი არა, ეს აუცილებელი გადასახადია, დაუკავშირდებიან და
მიაწოდებენ ინფორმაციას, ძირითადად ჭირდებათ რამდენი სული ცხოვრობს, მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, რომ მე SMS-ები მიუვიდეს, ვთქვათ, რომ მოუწევს გადასახადი დავალიანება რო ექნება, SMS-ი მიუვა და ინფორმირებული იყოს მოსახლეობა და გადაიხდიან დასუფთავების გადასახადს. პირველი ეტაპია, ნელა-ნელა დაიხვეწება, უფრო მეტ ინფორმაციას გაუშვებთ მოსახლეობისათვის, რომ თქვენი საშუალებითაც, ჩვენი სოციალური ქსელის საშუალებითაც, რომ ინფორმირებული იყოს მოსახლეობა. ნაგვისურნებსაც შეეხება ამასთან დაკავშირებით რა სიტუაცია? ნაგვისურნების პრობლემები არსებობს, კი ბატონო, გეთანხმებით ამაში. შეძენილი გვაქვს ნაგვისურნები 185 ცალ ერთეულში ველოდებით, რომელიც განთავსდება ქალაქის ტერიტორიაზე და ასევე ქალაქის გარეუბნებზე და ეტაპობრივად უკვე გადავდივართ მთლიანად რომ სოფლებიც მოვიცვათ და სოფლებშიც მოხდეს ამ ურნების განთავსება.